მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, აქამდე ხმას არ ვიღებდი ნამდვილად და ხმის ამოღება არ შემეძლო და ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგი ადამიანია და ის ოლიგარქია თუ მილიონერია ის მე ნამდვილად არ მეხება, იმიტომ რომ პოლიტიკაში არ ვარ გათვლით ცნობიერებული. ბატონი კობახიძე ღირსეული პრემიერ-მინისტრია და მას ვერავინ ვერ გადააყენებს და კახიკალაძეზე აღარ მოხსაუბარი, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანია და ის მილანში ცხოვრობდა და ვიცი და ბატონი ჩვენი პრეზიდენტი ყაველაშვილს მიულოცავ პრეზიდენტობას და იმედია რომ ინაუგურაციაზე მექნება ბედნიერება და დავესწრები მის ინაუგურაციას და ბედნიერება მექნება თუ ჩავალ და ვიხილავ მის ინაუგურაციას, რა თქმა უნდა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩემი დიდი გულით დასრულებით გამოხატული სოლიდარობა ჩვენი ქართული ოცნების წევრებს და იმათ მიმართავოთ თქვენ ხართ დებილები და დებილები ვინც გამოდიხართ აქ ესე ხართ სრული ჩამოუყალიბებელი დეგენერატები, იმიტომ რომ ჯერ ეკლესიაზე ძალადობთ, მე ბატონ ბიძინას ის არ ჩვევია და არც ქართული ოცნების წევრებს, ლიდერებს, რომ ადამიანებმა ეკლესია ლანძღონ. ჩვენი პარლამენტის ყველაზე უტკბილესი თავმჯდომარე პაპუაშვილი, ბატონი პაპუაშვილიც ძალიან კარგი ადამიანია და მე მათ გულით და სულით ვუსურვებ წარმატებებს და ჩვენ ახალ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიულოცავ, რა თქმა უნდა და ქართული ოცნების გუნდის წევრები ძალიან საყვარელი ადამიანები, ბატონი ღარიბაშვილიც და ყველანი, აი ჩვენი ბიძინა ივანიშვილიც, გენაცვალე და ყველანი ბატონი ბიძინაც და ყველანი არიან საუკეთესო და საუკეთესო და შორის და საწავი და ჩვენი ბატონი ბიძინა ხო და აი ძალიან საყვარელი ადამიანები და ეს ადამიანები არიან საუკეთესო ადამიანები და მე იმას ვიტყვი რომ ადამიანების ლანძღვაზე სანამ გადახვალთ ტაძარში მათ ტაძრის ლანძღვა არ ჩვევია და არც ერთს. ეს ერთი. და თქვენ ევროღირებულებაზე საუბრობთ. ევროკავშირში გაწევრიანება გინდათ ადამიანების ლანძღვით, ადამიანების დამცირებით, პოლიცია თქვენზე ზეწოლას იცით რატო ახდენს? ძალიან კაი შვება. იმიტომ რომ ენებს ატლიკინებთ იქ სადაც არა გაქვთ ხმის ამოღების უფლება. ისინი ჟურნალისტებს არ ძალადობენ, ჟურნალისტებს ის ძალადობას მეც ვგმობ ნამდვილად. ანუ არ მინდა რომ ჟურნალისტებზე იზალადო, იმიტომ რომ ჟურნალისტები არაფერში არ არიან, მაგრამ აი ის ადამიანები ვინც ტაძარში და მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს რო დაწვავენ, მაგითგან არაფერი არ გამოგვირდება და ხატების დაწვაზე რომ არიან უკვე გადასულები, ამ ადამიანებს შეურაცხყოფის მეტი არაფერი არ ესმით. ბულინგი და ამად გონიათ ევროკავშირი ბულინგი, ევროკავშირის წევრიანობა ბულინგი, ევროკავშირი არის ბულინგი, მაგრამ ერთი რაღაცას მე ჩავამატებ, იმიტომ რომ ევროკავშირში არის LGBT-ების ეს პროპაგანდული რაღაცა, ეს ამერიკიდან მოდის, არათუ ევროკავშირიდან, ამასაც ჩავასწორებ პირდაპირ, იმიტომ რომ ამერიკაში დაიწყო პირველი კანონმდებლობა მაგისი, არათუ ევროკავშირში. მერე კანონი საფრანგეთმა მიიღო და ამაში ევროკავშირის ბრალი არ უწვის. რაც ეხება ჩემი ტკბილი ადამიანები, ბატონი ბიძინა, ბატონი პაპუაშვილი, ბატონი კობახიძე, ჩვენი პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩემი ტკბილები, ჩემგან მათ დიდი მხარდაჭერა და უდიდესი კოცნა და გულები მათ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ტაძრებს აშენებდა და თქვენ ტაძრებს ანგრევთ. კომუნისტური, აი რუსული რეჟიმი თქვენ უფრო გაქვთ ვიდრე მათ. აი ეს არის როცა მამაშალვა კეკელია შეუვარდით ტაძარში და ლანძღეთ და აგინეთ და მე გადმოხვედით ჩემზე, იმიტომ რომ ტაძრის დაცვა რო მინდოდა და რაღაცა გადმოხვედით ჩემზე. აქციაზე დგომა არა, ის ჯანდაბა. მე პოზიციას ვიცავ ქართული ოცნების მხარეს და ამიტომაც მე ვარ ქართული ოცნების მომხრე. მე ვარ მათი ამომრჩეველი და მათ შტაბში მსახურობდი და მათ ვირჩევ ნამდვილად და ქართული ოცნების ერთგული დავრჩები ჩემ სიცოცხლის ბოლომდე. აი ამის გაგება გინდოდათ და ამასაც გეტყვით აგერ. ამიტომაც მე რესურსებს და ძალას არ დავიშურებ რომ მე დავდგე მათ მხარეს და მათი პოზიციები დავიცვა. მიყვარხართ გულში ბატონო ბიძინა, ბატონო ირაკლი და კიდევ ერთხელ მიულოცავ ყაველაშვილს პრეზიდენტობას, ბატონო ჩემო გილოცავ ბატონო მიხეილ და ბატონო ირაკლი, მიყვარხართ გულში თითოეული თქვენთაგანი ქართული ოცნების წევრები. მადლობა დიდი და ამიტომაც არა ამ დებილობა აქციას. გაკოცეთ
და მიყვარხართ გულში ქართული ოცნების ლიდერებო. ბატონი კახკალაძეც ძალიან მიყვარს და თქვენც.